მოგესალმებით, ჩვენ გააკვეთილ რეჟიმში განხილული ქონდა HTML-ის შესახებ, გვაქვს ესეთი განყოფილება ვებმასტერებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ მუშაობენ ვებსაიტთან. განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება HTML ეცი არის, თუ ვიცით და მასთან მუშაობა, ანუ ეს პრობლემა გვაკვეთილებს. დაახლოებით ესენია. ანუ აქ განხილულია რაღაც დონეზე როგორ შეიძლება ვებგვერდის დამზადება. მოდი ახლა ცოტა წინ წავიდეთ, ასე ვთქვათ, ამ მხრივ და გავიგოთ HTML-ის შესახებ, როგორ შეიძლება სხვადასხვა კოდირებების გაკეთება, რომლებიც შეიძლება დააზიანოს Windows-ი და უშუალოდ შეიძლება რაღაც ჩვენთვის სასურველი მოქმედება გააკეთებინო სისტემას და ასე შემდეგ. ანუ ცუდი ხერხები, ავიცი ეს როგორც ისე დავქვით, HTML-ის გამოყენება სურვილისამებრ. ანუ სხვა შეიძლება აიძულო რაღაცების გაკეთება. ეს ძალიან ამის შეფარება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ HTML მოგხსენებათ არის ენა, რომელიც შეიძლება ვებგვერდზე განათავსოს, შესაბამისად, მე შემიძლია ნებისმიერ ჩემი კოდირება გავუშვი ვებგვერდზე და ყველა მომხმარებელი, რომელიც შემოვა, ასე ვთქვათ, მიიღებს სწორედ მას, რაც მე მჭირდება. კარგი, ჩემო ბატონო. ეხლა მოდი გავაკეთო და დავწეროთ ესეთი სკრიპტი, მაგალითად, რომელიც მაუსს გააჩერებს. ანუ ეხლა შესაძლოა მაუსი როგორც ხედავთ, საჭიროა და აკეთებს ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ფაქტიურად ძირითადი დამხმარე მოწყობილობაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია HTML-ის საშუალებით შევქმნათ ესეთი კოდირება, რომელიც გათიშავს მას. ანუ გათიშავს სანამ რესტარტს არ გაუკეთებს კომპიუტერს, რესტარტის შემდეგ ის აუცილებლად დაბრუნდება. მოდი განვიხილოთ დეტალურად როგორ ხდება ეს და ასევე განვიხილოთ როგორ შეიძლება მისი დაწერა. საერთოდ HTML-ი ეს ენაა, რომელსაც არსებობს მრავალი ტექსტური დოკუმენტი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც დამწყებელზე ვართ, აუცილებელია დავიწყოთ მინიმალური დონიდან, ანუ იმ რედაქტორიდან, რომელიც აბსოლუტურად არავითარი რამე არ გააჩნია. ანუ ეს სასურველი იმისთვის, რომ ჩვენ გავიგებთ მეც და ასე ვთქვათ, იმუშავებთ მეც. როდესაც ჩვენ გადავალთ სხვა დონეზე და გვექნება, ასე ვთქვათ, უფრო განათლება პროგრამული და მე შემიძლია კოდირებების გარჩევა, უკვე შემიძლია გამოვიყენო ის რედაქტორები, როგორიც არის მაგალითად Adobe Premiere და ეს უკვე თითქმის ნახევარსამუშაოს თვითონ აკეთებს, შესაბამისად მასზე ვერ ისწავლე, ანუ რა თქმა უნდა თუ არ იცი ძალიან კარგად, ის ძალიან ბევრ ფუნქციებს აკეთებს, მაგრამ მინიმალური დონე აუცილებელია ვიმუშაოთ დაბალი პროგრამით, რომ ვთქვათ გავიგოთ მეც. მოდი დავიწყოთ წერა. პირველ რიგში მე უკვე ადრე ვთქვი და ვთქვათ ამით ახლა საჭიროა HTML-ის შექმნა. ეს გვაქვს ესეთი დოკუმენტი, რომელსაც HTML ქვია. ახლა მოგიარჩუნდება. ეს არის მისი გახსნა, ეს არის მისი აი ეს ხილაკი სიმბოლო ნიშნავს მსახურას. HTML-ის შემდეგ გავჭირდება head, ეს არის თავსახური ეფექტით. და ასევე მისი და ხო. ეს head-ი უნდა მოთავსდეს HTML-ის შიგნით. ნუ ესეც უკვე ჩვენ განვიხილეთ და ვიცით. ასევე ეს არის თავი, ეს არის HTML და ეხლა მინდა შემდეგი არის საიტის ტანი, ეს არის ბოდი. ესეც ჩვენ უკვე ვიცით. მასას უკვე დაიწერა რაღაც გვერდი, რომელიც საშუალებას მოიცავს, ასე ვთქვათ, იმუშავა. ეხლა მე მინდა ჩავსვა მასში სწორედ ის სკრიპტი, რომელსაც მე განვათავსებ გვერდზე და შეიძლება ეს სკრიპტია და ანუ მე შემიძლია HTML-ის გარშე ეს იმიტომ გავაკეთო, რომ ბრაუზერი მიხვდეს, რომ მე მინდა HTML-ი კოდირება, თორემე ახლა სკრიპტს დავწერ, რომელიც შემიძლია უბრალოდ ნებისმიერ გვერდზე ჩავსვა, ანუ მაგალითად აქ არის მისი კოდირება თავიდან ბოლომდე და მე შემიძლია აქ რაღაც სკრიპტები, რომლებიც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ეს არის ვირუსები, მაგრამ ეს აუცილებელია მისი მუშაობისთვის. აი მაგალითად ეს სკრიპტი, რომელიც რაღაც ფუნქციას აკეთებს, ეს განხილვაა და ასე შემდეგ. მაგალითად, ავიღოთ ეს სკრიპტი, რომელიც ის საშუალებითაც მე მიყენია ქართული კლავიატურა. ვხედავთ კომენტარებში შეიძლება ქართულად წერია და ასე შემდეგ. ანუ აქ არის ის სკრიპტები, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდში სამუშაოდ. მაგრამ მე შემიძლია ჩავსვა ის სკრიპტიც, რომელიც მე ჩემს სასურველს გააკეთებინებ ნებისმიერ მომხმარებელს, ანუ მე რაც გამიხარდება, იმას გააკეთებს მისი კომპიუტერი. რა თქმა უნდა ვიცოდე ამის შესაბამისი კოდირება. ეხლა მე რომ ეს გვერდი არ დამჭირდეს ამისათვის
უქმნი მარტივ HTML გვერდს, რომლის საშუალებითაც უბრალოდ ამ სკრიპტის ტესტირებას მოვახდით. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი body ეს არის ტანი და სწორედ body-ში იწყება ჩვენი წერა. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ასე. დავიწყოთ კოდის მივცეთ თავისი ასე ვთქვათ გამოყოფი, რომელშიც შემდეგ გავარჩიო. ჩავსვათ შელი. ნუ ეს ახლა კოდირებებია, რომელიც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ მას მე ყველაფერს ვერ ავხსნი. create object, ანუ ალბათ ხვდებით, რომ მათ იმსახურებდა ობიექტის შექმნა. ანუ ამ შემთხვევაში იქნება ობიექტი, რომელიც სახელწოდებაც იქნება შემდეგი. ახლა მაქსიმალურად შეიძლება ძალიან ნერო წერო, რომ ეს ყველაფერი გასაგები იყოს ადამიანისთვის, რომელიც ამის გამყარებაში შეეცდება. ესე იგი, create object ობიექტის შექმნა. შემდეგი სახელი, შემდეგი გაფართოების ტიპატები. ეხლა ეს ობიექტი, ანუ ელაპარაკები ფაქტიურად კომპიუტერს. უნდა იყოს გაშვებული. ანუ გაიშვას. შემდეგი რა? რა ეს არის? ყველაფერი გასაგები გაიშვას მაუსის გათიშვა. თუ დავუშვათ ეს სკრიპტი არ იმუშავა კონკრეტულად რომელიმე სისტემაზე, აქ მარტივ შესაძლებელია ხო უბრალოდ უნდა ამასო თავისი კოდირება იცოდე რომელი სისტემისთვის ტესტა. მეგონი უნდა იმუშაოს წესით. XP-ზე ყოველ შემთხვევაში უნდა იმუშაოს, ანუ უფრო მაღალი Windows-ი, მაგრამ არ ვიცი ხა შეიძლება სხვა კოდირება ჭირდება უბრალოდ ამას შეუძლოთ აქ საიდან ხდება ჩატვირთვა მაუსის თუ დავუშვათ ახალ სისტემამ რამე შეცვალა ჩვენ უნდა ვიცოდეთ აქ კონკრეტულად რა სისტემაზე მუშაობთ და რასთან გვაქვს შეხება. კარგი ბატონო, სკრიპტი დაიხურა. შეგიძლია უბრალოდ დავხუროთ სკრიპტი. ეს არის ჩვენი კოპირება მაინც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში თუ რამე დაზიანდა. კარგი სკრიპტი. მოვიგეთ ესეთი რაღაც. ეხლა მე შემიძლია როგორც გითხარით, შემიძლია მარტო ეს გამოვიყენო, არ არის პრობლემა, ამის კოპირებას გავაკეთებ და ჩავსვამ ჩემს ვებგვერდზე, დავუშვათ ნებისმიერ მომხმარებელი, რომელიც ჩემს საიტზე შემოვა, გაითიშება მაუსი. ან მოდი ახლა გავაკეთოთ მის ტესტირებას, ისეთ მაუსს უნდა გამეთიშოს. გაიწავიდეთ სერიოზი. გჭირდება ჩვენ მაუსი. რომელიც იქნება და იმედის საფაქტორების და იყოს უწესრიგოში. დესკტოპზე. აი ეს ჩვენი კოდი. მოდი ახლა ნახოთ. ანტივირუსმა წამიშა. მოკლედ, საქმე რაშია? ეხლა ამ შემთხვევაში ჩემო ანტივირუსმა ამოიცნო ის როგორც ვირუსი და ფოლდერი გაქრა, როგორც ხედავთ. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ანტივირუსის ერთგვარი ტესტირება, ანტივირუსმა წამიშა და ის საერთოდ მიჩნია ტროიანი, ну, რა თქმა უნდა, ეს არის ვირუსი, ტროიანი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც მე ვეუბნები. შესაბამისად, ძალიან ცუდიც არის, ასიამოვნოც არის, რადგან შენი სისტემა კარგად მუშაობს, ეს ძალიან კარგი.
მოკლედ საქმე რაშია, არ უნდა საშუალება გამიხსნა ეს ვებგვერდი, მაგრამ რეალურად თუ ანტივირუსი კაცშვილი მექნება, რა თქმა უნდა, კომპიუტერი გააკეთებს იმას, რასაც მე ვეთქვი, მაგრამ ამ ეტაპზე მე მაუსი აღარ მექნება და ვეღარ გავთიშა მომდეოს, რომელსაც ახლა ვიწევდა. შესაბამისად, ეს რებას აღარ გავა ან სკრიპტს ამოშლის, ან კონკრეტულად ძალიან ვებგვერდს აშლის, შესაბამისად მოსიმს გაფრთხილებას, რომ ესეთი ვებგვერდი არ არსებობს ან დაზიანებულია, რა თქმა უნდა, ამის შესახებ თქვენ ჩვენ რამოდენიმე იმედია აქ გქონია შემთხვევასაც, რომელიმე ვებგვერდზე შედიხარ და კასპერსკი მას არ გიხსნით, ან სხვა ანტივირუსი არ გიხსნით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მართალი ხარ და ვებგვერდზე არაფერი არ არის. ნამდვილად არის ანტივირუსი ის არსებობს, რომ დაგიცვათ თქვენ ეს ვთქვათ და ყოველთვის ვენდოთ მას, იმიტომ რომ ეს ნამდვილად კარგი მეგობარია, რომელიც უსაფრთხოდ გვატარებს ინტერნეტში. შედეგმა ასე თუ ისე მე მგონი მიღწეულია. ამ სკრიპტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებელს გაუთიშოთ მაუსი.